მოგესალმები და რაღაცები ვთქვა. იმიტომ რომ არსებობს ინტერვიუები, სადაც შეიძლება არ დაგისვან ეს შეკითხვა და რაღაცა ვერ გაცე ამაზე პასუხი, იმიტომ რომ ერთი კომენტარია, რომელიც ძალიან ბევრგან ხვდება და კონკრეტულად როგორი კომენტარი. მაკა, აი რაღაცა მე ხო ისეთ ვიდეოებს წერ ხოლმე. თუ ეხა ცუდად ახარ და რა ვიცი, არავის დანახვა არ გინდა, ვიდეოსაც არ ჩაწერ, ხო და ძირითადად წერ იმ დროს, როდესაც რაღაცა ლაპარაკის ხასიათზე ვარ, როცა რაღაცა მინდა ვთქვა, როცა მოკლედ ხასიათზე ვარ და ეს ხასიათი რა არის, როცა ხასიათზე ხარ გიყვარს კიდევაც, ხო და აი ამიტომ არის ხოლმე ჩემი ვიდეოები შეიძლება ითქვას რაღაცნაირი ემოციური და ანთებული და არ ვიცი, გონიათ ვიღაცებს რომ მე ვარ ამ დროს მიღებული მაქვს რაც ალკოჰოლი და ამიტომ ვარ ესეთ ხასიათზე. მინდა ერთი რაღაც გითხრათ. ჩემო ძვირფასებო, კი არ მწყინს მე მესმის ყველა ადამიანის, ვინც რას წერს. უბრალოდ მე ვარ ის კატეგორია, ვიღაცა შეიძლება მითხრას ვიღაცამ, რომ რატო ხსნი და საერთოდ რატო უხსნი ხალხს, რას ქვია, ხალხს უხსნი პირველ რიგში იმას, რომ მე როდესაც მე საერთოდ და როგორ არ დამილევია კაცო, დამილევია, მაგრამ არ ვსვამ, არ მომწონს ეს მდგომარეობა და არ მჭირდება სასმელი იმისთვის, რომ ადამიანს უთხრა, რომ მიყვარს, არ მჭირდება იმისთვის, რომ ავდგე ვიცეკვო, სიყვარული გამოვხატო, ადამიანებს უჭირთ ხოლმე ვიღაცა, აი ხა მამაჩემი მაგალითად ისე ხმას არ იღებდა, საერთოდ არ ლაპარაკობდა, ვერ გაიგებდი იმისგან, აი არ უყვარდა ლაპარაკი, მაგრამ როგორც კი თქვათ მიიღებდა ალკოჰოლს, მერე უკვე მისთვის ხანდახან სპეციალურადაც აკეთებდა ხოლმე მამა, რომ მე ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ რაღაცა პრობლემა რო იყო, აი მაგალითად მე და ჩემი და გავაბრაზებდით, ხო, 1-2 დღე ხმას არ ამოიღებდა, დავაშავებდით რამეს და მე მესამე დღეს მოვიდოდა, აი შეეძო ეს 2 დღე, 3 დღე ხმა არ ამოიღო და მე დაელია და მე ამ აი მოკლედ ნასვამ მდგომარეობაში რაღაცა კომპლექსი ეხსნებოდა, თავისუფლდებოდა და აბა მოდით, აბა ეხლა გვეტყო და ანუ მას ამის გარეშე არ შეეძლო კომუნიკაცია და მე შემიძლია, ძალიან შემიძლია, აი არაფერ შეამჭირდება სასმელი და თან წენს და ამიტომ არ ვსვამ. მე მოკლედ მინდა ვთქვა ერთი რამე, რომ მე 90-იანები მაქვს გამოვლილი და როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, თეატრალურ უნივერსიტეტში, ეს არ იყო ადვილი დრო. ძალიან ბევრი უსარგებლო აღარ ვიტყვი ახლა და აღარ მოვყვები ამას და არ გატირებთ და ამიტომ არ წუწუნებ და ამიტომ არ ვამბობ, ძალიან როგორც ბევრ ქართველს ცოტა ნაღლის ბუშტი და რაღაცები მაწუხებს ამ არასწორი რეჟიმის კვების და პირველ რიგში უფულობის გამო, იმიტომ რომ მივირთმევდით ყველაფერს. იქ არ იყო ამას არ შევჭამ, იმას შევჭამ და არც ქონდა იმდენი საშუალება, რომ ესე მეჭამა, რომელიც ჩემს ორგანიზმს და ორგანოებს მოუხდებოდა. ამიტომ მაქვს ბევრი პრობლემები და ერთხელ სულ მინერალურ წყალს რო სვამ, ვიღაცა პახმელიაზე ხა ერთხელ გადმომძახა ერთმა ადამიანმა და ამ მოკლედ არანაირი პახმელია და არანაირი ნამთვრალევი და არაფერი, ეს არის უბრალოდ რაღაცა ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაცა პრობლემები, რომ აქ ადამიანს კვებითი, ამიტომ ჭირდება ხოლმე მინერალი. ხო, ამიტომ არ ვსვამ. მინდა რომ ავუხსნა უბრალოდ ადამიანებს, იმ ადამიანებს, ვისაც მე ვუყვარ ვარ და მე ძალიან სოციალური ადამიანი ვარ, ძალიან ბევრს დავდივარ საზოგადოებაში. კიანუ რივზზე ამბობენ და სულ იდება ხოლმე, რომ აი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზის და დააფიქსირეს დედა კიანუ რივზი, რომ ზის მეტროში. სულ მეტროთი დავდივარ, სულ ავტობუსით დავდივარ და ძალიან ბევრი ადამიანი იცის ეს, ვინც ხდება ყოველ დღეში 1000-ჯერ და 1000-ობით კაცი ხდება. ამიტომ ვამბობ მე, რომ არანაკლები არა ვარ კიანუ რივზთან შედარებით. და ამიტომ ვთვლი, რომ უნდა ვთქვა რაღაცეები. მე მიყვარს ყველა ადამიანი. მე მიყვარს ადამიანი
მე მიყვარს გულისხმიერი ადამიანი, ქართველიც, რუსიც, სომეხიც. დღეს ჩემს წინ იჯდა ალბანელი ტიპი, რომელიც მოვიდა და რაზე დაგპატიჟო ქართულად მეუბნება. და მე მითხრაო ჩემა რაღაცა რესტორანი მაქვს თუ რაღაცაო და მითხრა რომ ესო მსახიობიო ქართველიო და ის მე მიყვარს ის ადამიანიც პატივს მცემს და გამოხატა რაღაცა ჩემთან ვინც მეკცევა ცუდად და წამომაძახებს რაღაცას ქუჩაში იყო ესეთი თემა რაღაცა მიწოდა რომელიც არ ვარ არ ვთვლი რომ ვარ და უთხარი სათქმელი მე ყველას ვეუბნები სათქმეს ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ კორექტული ვიყო მაგრამ მიყვარს ყველა ის ადამიანი რომელსაც მე უყვარვარ და მეწოდება ვისაც არ უყვარვარ და ვის არასწორ შეფასებებს ამბობს ჩემზე კიდევ ერთხელ ვძახი მყავს ძალიან ბევრი სამეგობრო დიდი სამეგობრო რომლებიც მე ძალიან როგორ გითხრათ პატიჟებენ აუზი აქვს პატიჟებს აუზე ესა აქვს რა ქვია რესტორანი აქვს პატიჟებს თავის რესტორანში მეგობრები ყველა არა ხო ვიღაცებ მე ამას რო ვდებ მე ახ რა გენაღლება სახლი არა აქვს ერთი ესეთი ის ნახე სახლი არა აქვს და აქეთ იქით კიდადისო რა ენაღლებაო იმაშიო გორში ვარ ჩემა მეგობარმა ანუშკამ დამპატიჟა ლურსვანაშვილმა თავის აუზე და ისა ნუ აი მოკლედ რა სახლი არა აქვს ძალიან ბევრს უჭირს საქართველოში და ზუსტად იგივენაირი ადამიანი ვარ, ზუსტად იგივე ტკივილებით, გაჭირვებებით, იგივენაირად ვარ დაღლილი, როგორც ძალიან ბევრი ქართველი და ასე რომ მე ვარ თქვენი ნაწილი, მე ვარ სოციუმის ნაწილი, თქვენი, ჩემთვის არ არის ხალხი ბრბო, ჩემთვის არ არის რა სიტყვის ხალხი, ფეხებზე მკიდია, არაფერი არ მკიდია და ზუსტად პატივისცემი და სიყვარულით მინდა რომ აი ეს ვიდეო მოისმინოთ და რა ვიცი, თუ გამიგოთ, თუ არა და კიდევ ერთხელ იმ ლექს ვიტყვი, ვისაც უყვარვარ, მიყვარს, ვისაც არ უყვარვარ, არ მძულს ის, არ მძულს, არავინ არ მძულს, იმიტომ რომ მე არ უყვარვარ. არც ამიტომ წერ ამ ვიდეოს, რომ კიდე ისა რა ქვია, რაღაცა გიყვარდეთ და აუცილებლად გიყვარდეთ, გასაგებია, ვიღაცას მოგწონვართ, ვიღაცას არ მოგწონვართ, ვიღაცას ძალიან გემახინჯებით, ვიღაცას პირიქით ძალიან გელამაზებით და აი როგორც იმ ლექსშია რა, გადასარევ ლექსში ზოგს აშკარად ეთყობა ჩემი არ ეყურება. ესაც ბუნებრივია, კაცია და გუნება. ზოგიერთს კი ჩემდარი არავინ ეგულება. ესაც ბუნებრივია, კაცია და გუნება. არაფერი გულწრფელი კაცს არ გაემტყუნება. ღმერთი ყველას გვიშველის, კაცია და გუნება. აი, რა ვიცი, თუ გულწრფელი ხარ იმ ზიზღშიც, ესაც პოზიციაა, იცით? ზიზღის პოზიციაა, ანუ რაღაცა, რომ არ გიყვარს ადამიანი და სიყვარულის პოზიცია, აი, ყველაზე უბედურება ჩემი აზრით არის, აი, ნიჰილიზმი, აი, არაფერი რო არ გაინტერესებს და არაფერი, არაუშავს, გძულდეთ, რა ვქნა, ვერ მოვეწონები ყველას, მაგრამ ნუ მაბრალებთ იმას, რაც არა ვარ. უბრალოდ პატივისცემი თქვენი მაკა შალიკაშვილი. აი, TikTok-ზე ვინც ვხვდებით, იმათ მოგმართავთ. მადლობა დიდი. მადლობა რომ ინტერესდებით ჩემით.